გამარჯობა. ეს არის ჩემი პირველი მოგზაურობის ვლოგი. ზოგადად ძალიან მიყვარს მოგზაურობა და ერთ-ერთი რაღაცა რაც ცხოვრებაში მაბედნიერებს. ყოველთვის მიხარია ახალი თავგადასავლები. ეცადე რომ განსაკუთრებული ვლოგი გადამეღო, თუმცა ისეთი არ გამოვიდა, როგორცაც გეკმავდი, რადგან მოგზაურობის დროს ძალიან გავცივდი და ისეთი გამიშეშდა. თუმცა მაინც გასაოცარი მოგზაურობა იყო და მაინც მინდა რომ ავაწყო ეს ვლოგი და დავდო, იმიტომ რომ თუნდაც მხოლოდ ერთი ნახვა კონდეს და ეს ერთი მე ვიყო. მთლიანი ჩემი მოგონებები ამ ვლოგში იქნება და ყოველ წელს გადავხედავ, ან ყოველ დღე გადავხედავ ხოლმე და გავიხსენებ რა კარგი დრო გავატარეთ პარიზში. რადგანაც წერა ძალიან მიყვარს, მოგზაურობისასაც ძალიან ბევრს ვწერ და ყოველი დღის რაღაც ჩანაწერებს ვაკეთებ, თუ როგორი დღე იყო თითოეული დღე. ამიტომაც ამ ჩანაწერებს გაგიზიარებთ, რომ უფრო დაგანახოთ ჩემი ემოციები და გაჩვენოთ ჩემი აზრები და ასევე გაგიზიაროთ ის გრძნობები, რასაც გრძნობდი ამ დღეებში. გამარჯობა. მოგესალმებით. როგორ ხარ? კარგად, ეხლა უნდა გავაკეთო ბურგერები. რატო აკეთებ ბურგერებს? დღეს რამე სასწაული ხდება? თეკლა მესტუმრა და. რატომ გესტუმრა თეკლა? პარიზში მივდივართ გასასეირნებლად და მაგ პონჩი რა. მედი თქვი. აუდში არა მაშინ არც ესა. მე და თეკომ გადავწყვეტ რომ ყავა დაგველია და მეთქი წამო ჰილტონში ავიდეთ მეთქი და 9 საათი ვიჯექით და აი არავინ არ მოგაქცია საერთოდ ყურადღება და მე ავდექით და წამოვედით. ძალიან კარგი. მარტო იყვნენ მშობელია და არ მიაქცია. არ მოგვაქცია ყურადღება. მე ბავშვი იყოს. Dumb people never think they dumb. Nah, hell no. ჯილამშვიდობისა მივირთმევთ ინეს გაკეთებულ ნამცხვარს Y-ს. კიკოს გაკეთებულ ყავასთან ერთად. ჩანგალი გინდა თუ კაუსი? ჩანგალი.
დღეს ძალიან ცივა. ძალიან. პარიზში მივდივართ, მაგრამ სანამ პარიზში წავალთ, მანამდე ბათუმის კათკადას და ლამას ვათვალიერებთ. არა, ეხლა პირველად გქონეს ნანა. რაიმე და ზღალ. რა თქმა უნდა, ბათუმში გაწვივიდა. რა თქმა უნდა, ბათუმში გაწვივიდა. და ველოდებით როდის იქნება რეგისტრაციის დრო. ეს ხა ბლოგისთვის ასე არის და მე მომიწვია თეკლამ თავის ბლოგში. შემოგიერთდებით ხოლმე შიგადაში. მეგობრებო, ეხა თეკლას ძინავს, ვი გაიგვეცა. რამდენი ხანი ვიცი. მთელი გზა აგძინავს. რა კაია, ჩავდივარ. ხო, 2 საათში. Sunrise, couldn't tempt us if it tried, 'cause the afternoon's already come and gone. And I said, ooh, ჩამოვედით ახლა. საფრანგეთის ჰარი არის ძალიან კარგი, მე ძალიან მომწონს. საერთოდ არ მეტყობა სახეზე, რომ დაღლილი ვარ. On a tous droit au meilleur. Hors conditionnement promotionnel, panachage possible. ნაგლები არის. ზებრაც აირციან? ზებრაზე. მე ბათუმის მაშინ მოხდით. გადაკი. ეს არის ჩემი ოფისი. დიახ.
აქეთ არის ყველაფერი საჭირო, რაც შეიძლება იყოს საჭირო. ამოგზავნით. აქეთ არის ესეთი ჩამსაჯდომი, რაღაც ტელევიზორი, აქეთ ჩვენი ლოგინები, აქეთ ჩვენი აბაზანა. ესეთი. და ყველაზე კარგი. მიაზუმე. ძალიან გაყოფილები ვართ, ახლა მეჩქარები ვიტყვი, ჩქარმა გავიდეს, იმიტომ რომ თან მისკდება ისე. მეგობრებო, ეხლა გეტყვით რა, მაგრამ ეძებდა მინდა 10 საათზე ვკეტავთ სასტუმროს კარსო და ეხლა ჩვენ მინდა ეიფელის ნახვა, თან ჭამა და რანაირად უნდა ჩავიტიოთ 10 საათამდე, არის ალბათ რაიმე კოც მოგწონებდა და მე შემოვიდეთ და ჯერ შემოსულები არ ვართ უკვე ერთი Pisco, the original specialus. ჯერ შემოსულები არ ვართ და ერთი უკვე 200 ევრო დაგვახარჯინეს და როგორ გაგრძელდება რანაირად გაგრძელდება ეს თვე არის, მაგრამ let's see. ძალიან ყოფილი ვარ ჯერჯერობით, ძალიან მომწონს პარიზი, ძალიან ლამაზი ქალაქია, ძალიან მხიარული ჩანს და რაც ყველაზე მთავარია, ძალიან კაი ჰაერია. აი მართლა ძალიან კაი ჰაერია. მე ძალიან ყოფილი ვარ. აი სასიამოვნო სიცივეა. მადლობა ყველას მოსმენის სახელად აღნიშნებათ. და ვიჩქარ გამოსწორდა შევერთოთ. კარგად. დღე პირველი. პარიზში ჩავედით 16 იანვრის საღამოს 7 საათზე. ძალიან დაღლილები ვიყავით, მაგრამ მაინც გადავწყვიტეთ, რომ წავსულიყავით ცენტრში და ახლოდან გვენახა ეიფელი. ძალიან გვშიოდა, ძალიან გვციოდა და უძალიანესად გვეძინებოდა. პირველი რამდენიმე საათის მიხედვით მივხვდით, რომ პარიზი ჩვენ როგორიც გვეკონა და მოველოდით, ისეთი არ აღმოჩნდა. სასტუმროში დაღლილები მივედით და დავიძინეთ იმის იმედით, რომ ხვალინდელი დღე უკეთესად ჩაივლიდა. პირველი საღამო არის, არ ვკარგავთ დროს. გამოვედით და მივდივართ ეიფელი უნდა ვნახოთ. რა ვიცი, ძალიან საყვარელი ადგილია, მე მომწონს. ჩვენი სასტუმრო საკმაოდ კარგია. არის ზემოთ. მეტროში ჩავედით, არასწორად ვიყიდეთ ბილეთი. ამოუბრუნდით, ახლა ტაქსით მივდივართ, იმიტომ რომ სხვა გზა აღარ გვაქვს. ეს პირველი დღე არაუშავს ფეილია, მაგრამ ჩვენ მაინც ვიხალისებთ. კი, მე ვხალისობ ფულის დახარჯვას. აი, ცხოვრებაში ეს 20 ევრო რო გაქვს, ხო ხალისობ? იასნა. 20 ევროს გარეშე კიდე უფრო იხალისებ. იასნა. ჩვენ ასეთი VIP ხალხი ვართ, ტაქსით მივდივართ პირდაპირ ეიფელის კოშკთან. კაი, ეგ გავძრებით. ქვემოთ. დაგვიწერე. დავბრუნდით სასტუმროში ძლივს და ახლა ვიძინებთ. როგორ მომენატრა დაძინება? ცოტა უკეთ ვარ. დავიბანე და დავიძინებ. დაკო შენ როგორ ხარ? 20 ერთხა გადარბენი. ხა ცოტა გაგვიჭირდა. ხვალინდელი დღე იქნება გასაოცარი. ძალიან ხალისიანი. გავირკვევით მეტროში. კი. გემრიელად შევჭამთ და დავსხდებით მაგიდასთან და ისე. თუმცა მაგასაც თავისი ხიბლი ქონდა. Yes. ან დღევანდელი იყო. დღე იყო ქაოსური და სასაცილო.
მიუხედავად იმისა, რომ კისერი ლამის გამიშეშ და აიმე დღე 2 და აი გათენდა. ნისლიანი დღე, ცივა, ყინავს, დილას ცხელი ყავა მოვიდუღეთ, მივირთვით და გავედით ქალაქის ცენტრში. იმის დიდი იმედით, რომ დღევანდელი დღე უკეთესი იქნებოდა. შევხვდით ჩვენს მეგობარს და დავათვალიერეთ ლუვრი, ტრიუმფალური თაღი და სხვა პატარ-პატარა ადგილები. ამ დღეს მივხვდით, რომ პარიზში ჩამოსვლას არ ვინანებდით და გუშინდელი არასასიამოვნო თავგადასავლები გაახალისებდა ჩვენს მოგზაურობას, ხოლო შემდგომი დღეები სასიამოვნო თავგადასავლებით შეივსებოდა. Good times for a change. See the luck I've had can make a good man turn bad. So please, please, please let me get what I haven't had a dream. გამოვედით, დღევანდელი დღე უკეთესად იწყება, რაც ძალიან კარგია. ახლა უნდა მივირთვეთ საჭმელი და შევხვდეთ ძალიან მნიშვნელოვან ადამიანს. გადავიდეთ. You took a star to bed, woke up with me instead. You must have felt so down to see
ჩემი საყვარელი საქმიანობა არის Lidl-ში სიარული ნებისმიერ ადგილას, სადაც მივდივარ, უნდა შევიდე Lidl-ში. ან რამე მარკეტში, მაგრამ Lidl is my favorite. ხოდა ახლა მივდივარ Lidl-ისკენ. Excuse me? Excuse me? Bonjour. Buyurun. დეკო. ეხლა დაგაცვალიერებინებ რა მოვიტანა. ბევრი არაფერი მომიტანა. შენაძენს. ვაუ. მე დავხარჯე 6 ევრო და 99 ცენტი. და ახლა გეტყვით რა ვიყიდე. პირველ რიგში ვუყიდე გიგას Red Bull-ი. მე ვიყიდე 2 Coca-Cola ჩემთვის და გიგასთვის. მე ვიყიდე ესეთი რაღაცნაირი ფუნთუშები და მე კიდე ვიყიდე Twix-ის ასეთი შეკვრა. გეტყვით ფუნთუშები ღირდა ევრო და 75, კოლა ღირდა 59 ცენტი, Red Bull-ი 1 ევრო, Twix-ი 1 ევრო და 79 და იოგურტი ვიყიდე ვანილის 1 ევრო და 29 ცენტი იყო და აი ესეთი საყვარელი ნახე. აი ძალიან გიშდები, აი ძალიან მომეწონა. შეხედე რამდენი რაღაცა ვიყიდე. დღეს 3. ამ დღეს ვიყიდე ის, რაც ძალიან მინდოდა. მთლიანად შემიცვალა ხასიათი და ბუნება. 20, 30, 100 წელი თილის მასავით მექნება ეს ნივთი. გავანალიზე, რომ მოგზაურობისას ბევრი პატარა-პატარა რაღაცის ყიდვას ჯობია ერთი რამ შეიძინო, რაც სუვენირიც იქნება, მნიშვნელოვანი შენთვის და დიდი ხანი გექნება. გაგახსენებს კარგ თუ ცუდ თავგადასავლებს შენი ერთ-ერთი მოგზაურობიდან. Dani ხალხია. And this one is 159. Okay. And the last one is the one. It's the most simple. And it's 139. 139. Sorry, my English accent is kind of broken. No. I think I want this one. And in any of the others, we can fit it. And you can go up to 2 maximum. You have a little pocket here for papers, card holders, and a big pocket at the end. Colors we can. Okay. So did you know I have to choose this? This one? Yes. Konik aja potrzeba. Here. Okay, it's fine. Ja. I want to do my initials. Yeah, I know. Sorry, the names of letters are different. Perfect. You want to try it inside, maybe? Yeah. I'll show you. And that side, I'll make them pay for that. Yeah. This one? Hard? Extra with this one? So we put this one on hold just in case at the end we can. The first one? ოღონდ სერიოზულად გავუკოთ. When you don't tell the customers that I made it 10 euros for the შევუკვეცე ჩემი ლუი კარმენი, თუ მჯეროდეს ძალიან გავიწეწე ერთი სარეცხი მანქანის ფული დავტოვე ჟურნალში, მაგრამ მექნება ძალიან დიდი ხანი. ამიტომაც it's okay to make mistakes. რატო?
ახლა მივდივართ სათნახოში მზად იქნება მოგვწერენ და მივბრუნდებით მანამდე კი ვიბოდიალებთ აჰა დავბრუნდით ფენოთ სულ რაღაც 20 ევროთ დავწყოთ პირველი საჩუქრად ჩემს სახლში უყვარს ყველას მეც ძალიან მიყვარს ესეთი მეგობარს ვიყიდე ჩვენთვის გასაცინჯაყოც ერთი ვიყიდე და ერთი სახლისთვის პიცა ერთი ესეთი ბისკვიტი რა არის არ ვიცი კიდევ პიცა ეს არის უესხანები პური ჯემ რატომ მიხარია ჯამი არ ვიცი მე ძალიან გამიხარდა და დავინახე და ჩანთა ეს მეორე ვიყიდა იმიტომ რომ პირველი სამაღადა დავიწყდა და სულ ესა Louis Carmen. დღევანდელი დღე დაიწყო ლიდლში შოპინგით. ჩემი საყვარელი საქმიანობაა საზღვარგარეთ მარკეტებში ბოდიალი. აი არ ვიცი რატომ, მაგრამ ყველაზე მეტად მიყვარს მარკეტში შესვლა მოგზაურობისას. შევდივარ, ვიღებ მრავალჯერად ჩანთას და ვათვალიერებ, ყიდულობ საზუსტნაოებს, საჭმელებს და ყველაფერს რაც მომინდება. ეს არის მოგზაურობის ერთ-ერთი მთავარი ნაწილი. დღევანდელი სანახაობა იყო ვერსალის სასახლე, რითაც დიდად აღფრთოვანებული არ დავრჩენილვართ. თუმცა შევხვდით მეგობარს და მგონი საბოლოოდ ყველაზე სახალისო და დასამახსოვრებელი დღე გამოვიდა ამ მოგზაურობიდან. Hello. დავბრუნდით ლიდლიდან და ახლა გაჩვენებთ რა ვიყიდეთ. მეთქების შეფუტვა, კარუნები, კრუასანები, ფორთოხლის წვენი და ლორდი.
ახლა მივდივართ, უნდა ვნახოთ ვერსალი. ჩემი კამერით უნდა რეიტინგები და დაიწერა. ზუსტად. ელოდებით მატარებელს. ეხლა მივდივართ ვერსალში. სასახლეა. და უნდა ვნახოთ და დავათვალიეროთ. მეტრო არის ორსართულიანი. ნუ ამბობს რომ 9 წუთში მოდის 2 წუთში. ანუ უგუღმა არის აქ ყველაფერი, კი არა გვიანებს, მალე მოდის. ზედმეტად ადრე მოდის. და მაგრამ მაინტერესებს ისმის თუ არა. ზოგადად მეტრო გავიგეთ და ძალიან კარგად გვესმის უკვე. ვირთხებსაც დაუმეგობრდით. ყველაფერი ძალიან საინტერესო არის. პარიზი არის ძალიან ესეთი ქალაქი. როგორ ახსნა ერთი სიტყვით. ცოცხალი ქალაქი. ახლა ვიმყოფებით ვერსალის სასახლეში. სიმართლე გითხრათ, დიდად გაოცებული არ ვარ. თუმცა ეზო მართლა ძალიან ლამაზი არის და უმეტესად ასეთ სასახლეებს რო ვნახულობ ხოლმე, სულ ვფიქრობ, როგორი ცხოვრება იყო ამ სასახლეში ადრე და აი ამ ეზოში რა ხდებოდა, როგორი ადამიანები დადიოდნენ, რას აკეთებდნენ, როგორ საუბრობდნენ, მანერები, ყველაფერი, რაღაც აი ეგეთ რაღაცების წარმოდგენა მიყვარს ხოლმე ასეთ ადგილებში, იმიტომ რომ ჩემთვის ყველაზე სასიამოვნო ნაწილი ამ სასახლის დათვალიერების ეგ არის. აი მაგალითად რა ხდებოდა ამ პატარა სახლებში, ვინ ცხოვრობდა თითოეულ ბინაში და რა დანიშნულება ჰქონდათ ამ თითოეულ ადამიანს. ძალიან საინტერესო არის და სულ მაგიტომ მომწონს ფილმის ინდუსტრია, რომ გვაქვს შანსი, რომ აი ესეთი ძველებური ფილმები გადავიღოთ და ნუ რეალობაზე დაყრდნობილი, მაგრამ რაღაც დონეზე ფანტაზია გავაცოცხლოთ ჩვენი ხედვით. მეხუთე დღეს იყო ჩვენი პარიზში ყოფნის ბოლო დღე. ამ 5 დღის მერე შემიძლია ვთქვა, რომ პარიზი საკმაოდ კარგად შევისწავლეთ. დავინახეთ კარგი და ცუდი მხარეები. ვისწავლეთ ბევრი საინტერესო რამ და რაც ყველაზე მთავარია, ლიდლიდან გამოვიტანე ყველა ტკბილობა, რაც შემეძლო. ისეთი მოგონებები დავაგროვეთ, როგორცაც ფასს ვერ დაადებ. ზუსტად ეს არის ცხოვრების აზრი. გახვიდე შენი პატარა სამყაროდან შორს, დაათვალიერო და შეისწავლო სამყაროს სხვადასხვა მხარე, გაიცნო ახალი ხალხი, უფრო უკეთ გაიცნო შენი მეგობრები და რაც ყველაზე მთავარია შენი საკუთარი თავი. River of rolling and never let his mind be free, 'cause he never thought he'd ever want to be heard, but minds are melted like warm butter. Now's the time to speak.
And he never thought the fire could ever get so orange. Thoughts on the river